დიდი უბედურება დატრიალდა ბათუმში, ოცნების ქალაქში, სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, ტერიტორია არ იყო შემოხარგული ღობურით, არ იყო დაცული უსაფრთხოების სტანდარტები და აი ამის გამო ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. ვინ ახორციელებდა სამუშაოებს? ხელისუფლების ქართული ოცნების ფავორიტი კომპანია ანაგი, რომელიც არის დაახლოებული ქართულ ოცნებასთან, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ამის გამო მას აქვს მიღებული 9 მილიარდი ლარის ხელშეკრულებები ბიუჯეტიდან ტენდერების გზით, ძირითად შემთხვევაში გამარტივებული ხელშეკრულებები აქვს მიღებული და ეს არის რეალურად კორუფციული ინტერესები, ფავორიტიზმი, გულგრილობა და დაუდევრობა ამას თანსდევს. რატომ? იმიტომ რომ ამ კომპანიებს აქვთ ხელშეუხებლობა, იმიტომ რომ არიან ხელისუფლების კომპანიები, ფულს უყოფენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და არიცავენ უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს, კანონმდებლობას არიცავენ. თუმცა ქართული ოცნება იძახის, რომ არა, ჩვენ ვართ მართლები. 12 წელი არაფერი არ ეშლებათ. მხოლოდ ოპოზიციას ეშლება ამ ქვეყანაში. ამიტომ გვიწევს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრება და კონკრეტული მაგალითი არის მზიურის პარკი. 10 წლის წინ აქ მოხდა ტრაგედია, წყალდიდობა იყო, ათეულობით ადამიანი დაიღუპა და რა გააკეთა მთავრობამ 1 წლის შემდეგ სამშენებლო ნებართვა გასცა მზიურში. იქ სადაც ჯერ კიდევ არ იყო ცხედრები ნაპოვნი, აი ამ ხელა კორპუსი შემდგომში ააშენეს. აი ეს არის ხელისუფლების მიდგომა და დამოკიდებულება. მზიურის პარკი არის ამის ნათელი მაგალითი. 1 წლის შემდეგ გაცემული სამშენებლო ნებართვა და დღეს აი ეს კორპუსი დგას რეკრეაციულ ზონაში, მზიურში. ეს უნდა შევცვალოთ, ეს უნდა დავასრულოთ.